საღამომშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით. მოკლედ ომის მეშვიდე დღე არის და ამ ომის მეშვიდე დღეს კიდევ ახალი იარაღის გამოცდასთან ერთად თავისთავად ახალი მოვლენები ვითარდება და ამ საკითხთან დაკავშირებით მინდა ვისაუბრო. და საქართველოში რა იდიოტიზმიცაა და დაავადებაცაა და ავადმყოფობაც არის გაბატონებული ეს ისრაელთუმეობა და ეს ცალკე უბედურება არის, მაგრამ ჯერ მაინც დამოკიდებული ვართ გარესამყაროში რა მოხდება და მე ეს ყველაფერი გავლენას მოახდენს ჩვენს ქვეყანაში შიგნითაც. ამიტომ საქართველოში რა ხდება ეს მეორე ხარისხოვანია. რეალობაში ჩვენი საზოგადოებრივი მასა რო ასე დაჩლუნგებული და დადებილებულია, ეს პირველი პრობლემაა ჩვენი, მაგრამ ამისგან არაა გამოწვეული ის, რაც შეიძლება მოხდეს საქართველოში. აქ უფრო გარე ფაქტორებიდან შეიძლება ბევრი რამე მოხდეს და ამიტომ ვამბობ პრიორიტეტში, რომ მეორეა ახლა ამ მომენტისთვის. მოკლედ ახალი იარაღის გამოცდა განხორციელდა. მე მინდა გითხრათ, რომ სამ დავიწყებდე საუბარს ამ ყველაფერთან დაკავშირებით, ვისაც გაინტერესებთ, კიდევ ერთხელ გამოიწერეთ ჩემი ტელეგრამის არხი, რასაც საუბრობ ამ საკითხებთან დაკავშირებით, ყველაფრის მტკიცებულება არის ტელეგრამ არხზე. ფოტო მტკიცებულება, ვიდეო მტკიცებულება და სხვა უამრავი რამ, რაც შეიძლება მხოლოდ ტელეგრამის არხზე იყოს გაშუქებული და დღევანდელი ინტერნეტ ცენზურა და სატელევიზიო ცენზურა, ტელევიზიაზე საერთოდ ლაპარაკი არ მაქვს, რომელიც ამ ყველაფერს თავიდან ბოლომდე კრძალავს და ბლოკავს და ხალხი რეალურად ცხოვრობს ტყუილში. და რაც დაბოლებულ რაღაცა გარემოში, რომელშიც უკვე ადამიანები მისით აღარ აზროვნებენ. ადამიანების მაგივრად ტელევიზორში იაზროვნეს და ჩაუდეს ამათ თავში. ამიტომ როდესაც ეუბნები რაღაცას, იმის მაგივრად რომ ეს გაიაზროს, რომ მართლა ხდება, შენსკენ მოდის და შენ გიძახის მტერი ხარ და გაგინებს და გლანძღავს ამერიკელების გულისთვის, გლანძღავს ირანელების გულისთვის, ებრაელების გულისთვის და ასე შემდეგ. ახლა განათლების პრობლემა ერთია, მაგრამ მეორე არის თვითონ პროპაგანდის ძალა. იმიტომ რომ პროპაგანდა ძალიან ისეთი როგორ გითხრათ, იცი, მრავალშრიანი გავლენა აქვს და შეიძლება განათლებული ადამიანიც მოექცეს პროპაგანდის ქვეშ, რომელიც თვითონ ვერ ხვდებოდეს თუ რაშია საქმე. კითხვებს შემოკარგებო, ეხლა ნამდვილად არ ვპასუხობ, ბოლოსკენ ვპასუხებ და მე YouTube-ის არხზე, ვისაც გაინტერესებთ, კითხვა-პასუხის რეჟიმი გავაგრძელოთ. ამიტომ რისი თქმაც მინდა, მე მესმის, რომ დიდი ინტერესი არის ამ საკითხებთან დაკავშირებით, მაგრამ თუ შეიძლება მაქმევეთ რისი თქმაც მინდა და კითხვა-პასუხზე საღამოს მერე გვიან იმედია მოგვიხერხდება, გუშინ ვერ მოხერხდა, მაგრამ იმედია დღეს მოგვიხერხდება და შევძლებთ საუბარს, თუ ასე გაინტერესებთ, შემომბრძანდით და იქ იყოს უკვე კითხვა-პასუხის რეჟიმი და დეტალურად იმას რა ქვია. მოდი მე საერთოდ გავთიშავ ამ იმას, იმიტომ რომ არ მინდა ეს ლანძღვაგინებაზე პასუხის გაცემა, მეც ადამიანი ვარ და უყვები მერე და ნერვები მეშლება და არასერიოზულადაც გამოდის ეს ყველაფერი, ამიტომ ჯერჯერობით სანამ არ დავამთავრებ რისი თქმაც მინდა, საერთოდ ვერ ხედავ თქვენს კომენტარებს. მოკლედ, შემოკარგებო, რისი თქმა მინდა, წუხელი გამოჩნდა კიდევ ერთი ახალი შეიარაღება, რომელიც ირანმა გამოიყენა ისრაელის დასაბომბად და ეს შეიარაღება არის კასეტური ბალისტიკური რაკეტა, რომელიც პრაქტიკულად როგორც ჩანს ყოველგვარი გადაჭერას არ ექვემდებარება და რასაც ირანელები ამბობენ, რომ ჩვენ ეტაპობრივად ახალ იარაღს გამოვიყენებთ, ისინი ამას ასრულებენ. ამიტომ ჯერჯერობით ამ დაპირისპირებაში და ამ შერკინებაში რა ვიცი, ახლა ბევრს არ სიამოვნებს ეგ ყველაფერი, თვითონ ფეხბურთის თამაში იყოს და 1-0 და 2-0 იყოს მისი გუნდის
საზიანოდ, მაგრამ კაცო მე ასე არ განვიხილავ ამას განვიხილავ იმით თუ რაც ხდება. ობიექტური რეალობიდან გამომდინარე მაღალტექნოლოგიური შეერთებული შტატები და მაღალტექნოლოგიური ისრაელი მარცხდება ამ ომში. მარცხდება ზუსტად იქედან გამომდინარე, რომ ირანელებმა სწორად შეარჩიეს სტრატეგია და სწორად მოახდინეს მათი შეიარაღებული ძალების განვითარება. აქედან გამომდინარე, ეს საერთოდ არ არის გასაკვირი, ახალ იარაღს ცდიან, აი ახლა კიდევ ერთი გამანადგურებელი, რომელიც იქნა ჩამოგდებული, და გითხრათ, რომ ხუმრობს აი მთელი ინტერნეტი, აი სასაცილოთაა აგდებული, კიდევ ერთი გამანადგურებელი ამერიკული F-15 იქნა ჩამოგდებული და კიდევ ისრაელის მეგობრულ ცეცხლს არის დაბრალებული ეს დასავლეთის პროპაგანდიდან და აი ამ ჯარისკაცზე თქვეს, რომ მსოფლიო ისტორია არ დაივიწყებს აი ამ კუვეიტელ მეზენიტეს, რომელი კუვეიტელი მეზენიტეც თურმე იჯდა კუვეიტურ საზენიტო რაკეტებთან, რომელიც რეალობაში მინდა გითხრათ, რომ არ არსებობს, საერთოდ არ არსებობს. ეს თავიდან ბოლომდე არის ამერიკული დანაყოფი განთავსებული, დაქირავებული სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებიდან შექმნილი არმია, მეტ საქმე არ აქვს, შეიხებს და მათ შვილებს კუვეიტის ჯარში იმსახურებენ. თავიდან ბოლომდე დაქირავებული არის კუვეიტის არმია და ესეთი სახეობა, რასაც ქვია ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები, საერთოდ არ გააჩნია. საერთოდ არ გააჩნია, გააჩნია ეს რა ქვია, საჰაერო ძალები და ვითომ იმათ შემადგენლობაში არის და აი ამას ჩამოუგდია 4 F-15, რომელიც მთელი ამ ხნის მანძილზე ჩამოუგდებელ თვითმფრინავად ითვლებოდა. ახლა თუ ვინმეს გჯერათ მსგავსი იდიოტიზმით, შეგიძლია დაიჯეროთ, რომ აი ამ ემან რა ქვია, კუვეიტელმა მეზენიტემ შეძლო 4 ამერიკული ხომალდის მეგობრული ცეცხლით ჩამოგდება. სასაცილო არის მდგომარეობა, სატირალი რო არ იყოს. ახლა რაც შეეხება იმას, რომ რასაც გეუბნებოდით, აი ოფიციალურად დადასტურდა, არ უყვართ ჩემგან ნათქვამის სიმართლე, მე სოფლიო პრესა რომ გამოაქვეყნებს ამ ყველაფერს, მე იწყებენ ნელ-ნელა დაჯერებას. დივერსიულ ჯგუფებთან დაკავშირებით. ოფიციალურად იქნა გასაჯაროებული ის, რომ შეპყრობილი არის ჯგუფი მოსადის აგენტურის, რომელიც მოსადის აგენტურაც ნაღმავდა საუდის არაბეთში და კატარში სტრატეგიულ ობიექტებს. რომ მეტი და მეტი ზარალი იქნას მიყენებული იმისთვის, რომ ეს ქვეყნები იქნან ომში ჩართული, პირდაპირ ირანის წინააღმდეგ. ამას ახლა საქართველოში არავინ არ იტყვის, იმიტომ რომ ისრაელის ელჩი არის 24 საათი ხან კერძო ტელევიზიებზე, ხან საზოგადოებრივ სივრცეზე. ახლა მე მესმის კაცო რაშიცა, ახლა თვითონ ბატონი ბიზნეს ურია და თავისიანებს რომ ხარს უჭერს, ეგ არაა გასაკვირი, მაგრამ თვითონ ტელევიზიაშიც ის რომ ქართველ ემიგრანტებს დამარხვას რო გვამადლიდა იაკობაშვილი, ისიც ებრაელია და რა თქმა უნდა მეტი საქმე არ აქვს. ახლა ირანის ელჩს კი არ დაუძახებს, რომ მეორე მხარე ობიექტურობაზე რო აქვს პრეტენზია, მეორე მხარე ალაპარაკონ, ისრაელის ელჩს დაუძახეს და ალაპარაკეს თუ როგორი მსხვერპლი არის ისრაელი თურმე ამ ყველაფრიდან გამომდინარე. ისევე იმაში რა ქვია, ახლა მეორე ებრაელი არის ფორმულა და მათი მართველი რა გვარია ეს კეზერაშვილი და საერთოდ მაგათ დაფინანსებაში არის მთელი მედია სივრცე და რა თქმა უნდა ახლა იქ სხვას ვის დაუძახებენ, ამიტომ ხედავთ ამ ფუჩუკუტუ ორგანიზაციების მიერ დაფინანსებულ საინფორმაციო მოწამლულ სივრცეს და ეძახიან ისრაელის ელჩს, მიდის საქართველოში ისრაელის პროპაგანდა, მიმდინარეობს ყველაფერი, რომ რამენაირად საზოგადოება იქნას განწყობილი ამ ყველაფრის წინააღმდეგ და აი ბატონო აგერ ოფიციალურად დადასტურებული ფაქტი, რომელსაც ტელევიზორში არ იტყვიან და თქვენ იცოდით, რომ დაკავებული ეს ჯგუფი, რომელიც ამ ყველაფერს ახდენდა. ამიტომ ის რაც აზერბაიჯანში მოხდა გუშინ, 99.9% აი ასეთი ჯგუფების განხორციელებული არის, რომ რაც შეიძლება მეტი ქვეყანა იქნას ჩართული აი ამ ომში. ამ ყველაფრის პარალელურად მე მინდა გითხრათ, რომ ეკონომიკური საკითხი, აი ახლა ვრწმუნდები, რომ ტრამპი მართლა რუსეთის აგენტია.
ახლა წუნდები რომ ტრამპი რუსეთის აგენტია, იმიტომ რომ ვერავინ რუსებს ვერ გაუკეთებდა აი ესეთ ბრწყინვალე, აი ესეთ როგორ გითხრათ, იცით? რა ვიცი, აბა ხო იცი, ქაშსო კარაკით ვერ გააფუჭებ. აი ზუსტად იგივე სიტუაცია რა. ნავთობის ფასები, ანუ უკვე გაზზე არ მაქვს საუბარი, არ ვიცი, დღეს არ გადავიმოწმებია, შეიძლება $800-ზეც არის, 800 ევროზე ასული, მაგრამ აი ეს არის უკვე ნავთობის ფასები. ოფიციალურად ნავთობის ფასები, რომლებმაც რეკორდები მოხსნა უკვე, რომელიც მსოფლიო ბაზრებზე ახლა ეს რო ვინმეს მოგონილი არა, მინიმუმ ამის გადამოწმება მაინც შეიძლება. საინტერესო არის ის მომენტი, რომ ორმუზის სრუტეს ვერ ტოვებს ვერც ერთი ხომალდი და ამერიკელები, რომლებიც ასანქცირებდნენ ინდოელებს და სხვა ქვეყნებს იმისთვის, რომ რუსეთთან მათ სავაჭრო ურთიერთობები ჰქონდათ ნავთობთან დაკავშირებით, თვითონვე ამოუწერეს 30 დღიანი პუტიოვკა. რომ რადგანაც დაიკეტა, ესე იგი, ორმუზის სრუტე, ეხლა თქვენ აღარ შეგეხებით და თქვენმა გემებმა იარონ რუსეთში და იყიდონ რუსული ნავთობი, ამის უფლებას გაძლევთ ამერიკის შეერთებული შტატები, ეუბნება ინდოეთს. მერე ზოგიერთ უკვირს, რომ რა სხვაობა ირანს და რა სხვაობა არის საუდის არაბეთს და ინდოეთს და ჩინეთს და ჩინეთს არ მაქვს ლაპარაკი, სხვა ქვეყნებს შორის. ირანი ამათგან განსხვავებით ზუსტად რომ არ არის მონური ფსიქოლოგიის ქვეყანა. მათ არ აქვს სურვილი იცხოვრონ თუ იმას რას დაუწესებს შეერთებული შტატები და რას აუკრძალავს შეერთებული შტატები. ამიტომ ისჯებიან ამათგან, რომ რას ხვია ისინი არ არიან ამათ გავლენის ქვეშ. მაგრამ ეს ახლა იქეთ რო გადავდოთ, ეს მონური ფსიქოლოგიის ხალხი ამას მაინც ვერ გაიგებს, ვერასდროს ვერ გაიგებს ამ ყველაფერს, რას ხვია თავისუფალი ქვეყანა, რას ხვია თავმოყარე ქვეყანა, მონამ რა იცის თავისუფლება და თავმოყარეობა, კაცო. მაგრამ მე მინდა ის გითხრათ, რომ ამ ომით თუ ვინმე მიხეირა ამ მომენტისთვის, ყველაზე მეტად ვინც იხეირა, ამ ომით ყველაზე მეტად იხეირა რუსეთმა. რუსეთმა დააკვირდით პუტინის სახეს, დააკვირდით ამ ესე იგი ბედნიერებიდან, თვალებიდან გადმოდით ეს რა ქვია, სიამოვნება. და გუშინ გამოაცხადეს ის, რომ ჩვენო გვეუბნებოდენო, რომ 2027 წელთან მიმართებაშიო საერთოდ რუსულ გაზზე დამოკიდებულებას ჩავხსნით და მეო დავავალეო ახლა ხელისუფლებასო, რომ 2027 წლამდე ჩვენ ჩავხსნათო ევროკავშირთანო ვაჭრობის ამბავიო, იმიტომ რომ ახალი ბაზრები გვეხსნებაო, იგულისხმება იგივე ჩინეთი, ინდოეთი, სხვა მიმართულებები, რომლებიცო ჩვენთვისო სტაბილური იქნებაო და ესენიო, ამ მომენტში უბრალოდ ცოტა ხანი წაივაჭრებენ ჩვენთან ერთად და მერეო დაგვადებენო სანქციებსო და მერე გვეტყვენ ისევ ახლა აღარ გვინდა თქვენი გაზიო და აქედან გამომდინარეო ჩვენო არანაირიო სურვილი არ აგვაქვს რომ გავაგრძელოთო და ჩვენ თვითონ გავწყვიტავთ დროზე ადრეო და არა ისევ. ასე ხდება საერთოდ. აი ეს არის პოლიტიკა, აი ეს არის გეოპოლიტიკა და აი ეს არის რეალობა, რომელი რეალობაც სამწუხაროდ ქართველების ტვინში არ შედის, იმიტომ რომ დაწამლულები არიან და დაშტერებულები არიან. აი ასე მოხდება და თუ ვინმე გაუკეთებდა აი ესეთ კარგ და დიდ საქმეს, ვერავინ ვერ გაუკეთებდა ტრამპზე მეტად და აი ამ ომზე უკეთესად. ხო იძახოდით მეორე ფრონტი რუსეთის წინააღმდეგ, მეორე ფრონტი რუსეთის. გაიხსნა აგერ მეორე ფრონტი. მაგრამ რუსეთის წინააღმდეგ არა, რუსეთის სასარგებლოდ გაიხსნა. უკრაინის, ევროპის შეერთებული შტატების და ისრაელის წინააღმდეგ. და მახსოვრეთ, რასაც გეუბნებით. გაიხსნა მეორე ფრონტი. ოღონდ არა რუსეთის წინააღმდეგ, არამედ დასავლეთის, ისრაელის, შეერთებული შტატების და უკრაინის წინააღმდეგ. აი ამ ომით. ბევრად საშინელი, ბევრად ხანგრძლივი, ბევრად ხარჯვადი, რომელიც ძალიან მალე მოახდენს უკრაინაში საერთოდ ყველაფრის თავდაყირა დაყენებას, მაგრამ ეგ კიდე ცალკე თემაა თუ როგორ შეიძლება მოახერხოს ირანში და ახლო აღმოსავლეთში განვითარებულმა ომმა უკრაინაში ამჯერად სხვა უკვე დასავლეთის ქვეყნების მხრიდან უკრაინაში ინტერვენციის გახსნა. ძალიან მარტივად მინდა გითხრათ, აი შეხედეთ რა მოვლენები ვითარდება. გაზიდან ნავთობის ფასი
ის რომ კატასტროფულად იზრდება ეს ერთი და რომ ხდება დეფიციტური ეს მეორე. ეს არ არის რაღაცის გამოგაზრდილი ფასი. დეფიციტური ხდება, ძალიან დეფიციტური ხდება ეს პროდუქტი, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ეს ერთი და აქედან გამომდინარე ხდება ფასის ზრდა, არ არის ეს ბიზნეს ფასის ზრდა. ამ ფონზე უკრაინა, რომელიც მიჩვეული არის შანტაჟს და ტერორს, ამისთვის შექმნეს ეს ქვეყანა თანამედროვე რეჟიმით, უცხადებს პირდაპირ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, კერძოდ უნგრეთს და სლოვაკეთს, რომ ჩვენ ნავთო გასადენი, რომელიც თქვენს ტერიტორიაზე გაზს ატარებს, არ მოგაწოდებთ. იმიტომ არ მოგაწოდებთ, რომ ჩვენ თვის დახმარებას აჩერებთ 90 მილიარდს. თუ არ მოგწონთო ჩვენ სამხედროებს დაელაპარაკებთ. საინტერესო არის, რომ ორბანმა უპასუხა ამ ყველაფერს იქიდან გამომდინარე, რომ 3 დღეში ძალის დახმარებით ჩვენ მოვახდენთ ამ ბლოკადის გარღვევას. რას ნიშნავს ძალით გარღვევა? ძალით ნიშნავს იმას, რომ უნგრეთის შეიარაღებული ძალები ჩაერთვებიან ომში და მოახდენენ აღნიშნული დერეფანის გახსნას და დაზიანებული მონაკვეთის აღდგენას. ასე რომ უკრაინამ შეიძლება უკვე უნგრეთის მხრიდან მიიღოს დარტყმა. და უნგრელები შემოკარგებო, ვინც არის ის თვითონ უნგრეთის და უნგრელების ისტორია, ეს არის ყველაზე მეტი დაჩაგრული ხალხი ევროპაში და რა ვიცი, ერთი ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ დაახლოებით 50% უნგრელი ცხოვრობს უნგრეთს გარეთ. რაც ტერიტორიები ჩამოართვეს, მათ შორის უკრაინის ტერიტორიები. ამიტომ მთელი უნგრეთი მხარს უჭერს იმას, რომ უკრაინის რღვევის შემთხვევაში უკრაინელებით დასახლებული ტერიტორიები იქნას უნგრეთის საკუთრებად გამოცხადებული. ხო და აი აქედან გამომდინარე შეიძლება ძალიან მარტივად უნგრეთიც ჩაერთოს ომში, ოღონდ უკრაინის წინააღმდეგ თავისი ინტერესებისთვის. უნგრელების და თავისი ენერგეტიკული დერეფნის დასაცავად. თუმცა ეს ხო არ ჯერავთ საქართველოში, ეს მომავლის პერიოდი არის და ამ ყველაფერში იხრჩება ეს თქვენი შიგ ევროპა. თავისი პოლიტიკიდან გამომდინარე. ამიტომ ძალიან მალე ვნახავთ ბევრ საინტერესო მოვლენას, რომელიც საინტერესო მოვლენაც საერთოდ ბევრისთვის წარმოუდგენელია. ამ პერიოდში, ამ რთულ პერიოდში, როგორც აღმოჩნდა ამერიკელებმა დაიწყეს ლოცვა. ღმერთისკენ მობრუნდა ტრამპი და მთელი ეს, რა ვიცი, პროტესტანტული პასტორები არიან თუ ვინ არიან, ჯერ თვითონ ლოცვის ფორმას დააკვირდით. ლოცველი კაცი თვითონ ზის და ეს სულიერი, ესენი არიან ამერიკის სულიერი ლიდერები და მისული არიან და ლოცავენ ტრამპს და ლოცავენ ამერიკას, თუ როგორ ღმერთმა დალოცოს ამერიკა აი ამ რთული ომიდან გამარჯვებული გამოიყვანოს და ასე შემდეგ. როდესაც თაღლითი დაიწყებს ლოცვას, იქ ძალიან ცუდათაა საქმე. ძალიან ცუდათაა საქმე. მე გაგახსენებთ ერთ ფილმი რო არის მუმია. არ მახსოვს იმას რა ქვია, ეს ჯვრები და ჯვარი, დავითის ვარსკვლავი, ბუდა, ყველაფერი რო აქვს ჩამოკიდებული გულზე და ეშმაკი რო დაადგება თავს და ხან ერთს აჩვენებს, ხან მეორეს, ხან მესამეს და რო არც ერთი რო არ გამოადგება და აი შენ გამომადგებიო. ვინ? ნაეპშტეინარი ტრამპი გამოვიდა მორწმუნე და ქრისტიანი. ნაეპშტეინარი ტრამპი. ესე იგი გაიხსენეს ლოცვა, გაიხსენეს ღმერთი. ეს როდის ხდება? არ უნდა ჩააბარო ქვეყანა ნიუ-იორკის უძრავი ქონების სპეკულიანტ ვაჭარს და არ ჩავარდება ამ დღეში. ვნახავთ ძალიან მარე რა შედეგს გამოიღებს აი ამათი დალოცვა. აი ხლა მინდა ერთ ძალიან მნიშვნელოვან დეტალზე მივაქცევიო ყურადღება და მე გავხსნი კომენტარებს და გადავხედავ და გავცეთ პასუხი. შეხედეთ?
შეხედეთ აი ამ ფოტოს. ხვდებით რასთანაა საქმე? ვისაც გაინტერესებს ვიდეო, ვრცელი ვიდეო ამ საკითხთან ტაგერ კანსორნის განმარტებით და ებრაელი ჯარისკაცების ჯარისკაცული სიმართლიდან გამომდინარე არის აზიმუტის არხზე და შემოგზავნეთ და შეგიძლიათ ნახოთ თავად. ვერ ვდებ ამას მე ვერც Facebook-ზე და ვერც YouTube-ზე, იმიტომ რომ შეიძლება ბლოკირება გამოიწვიოს არხის. რა არის ეს? ეს არის ისრაელის არმიის ჯარისკაცების ეგრეთ წოდებული შევრონები, განმასხვავებელი ნიშნებთან ერთად ბატალიონების დევიზები. და რას ნიშნავს? იცით, ეს არ არის ვიღაცა რიგითი, ის რა ქვია, მოხალისის გაკეთებული, რომ ერთ ჯარისკაცს დააბრალოთ ეს ყველაფერი. რომ ვიღაცამ ასე წამოუარა თავში და გააკეთა. ეს არის ისრაელის არმიის ოფიციალური ფორმა და ოფიციალური ემბლემა. ალბათ, ვინც არის გარკვეული, ომარის მეჩეთს კარგად ხედავს ზემოთ. რაც ებრაელ სამხედროების მკლავზე უკეთიათ და ახლა გამოჩნდა ეს აქამდე არ გამოჩენილა, ეს არის სოლომონის ტაძრის აშენების ემბლემა. ებრაელ ჯარისკაცებს უთხრეს, რომ ეს ბრძოლა არის წმინდა ომი, რომელი ბრძოლის შემდეგაც ისრაელში, რასაც აპოკალიფსე რო ბევრი ლაპარაკი მიდიოდა და ნაწინასწარმეტყველები იქ დაინგრევა ომარის მეჩეთი და ომარის მეჩეთის ადგილას იქნება აშენებული სოლომონის ტაძარი და ეს იქნება და მეორედ მოსვლა მოხდება. ოფიციალური ნიშნები აქვთ დატანილი ებრაელ სამხედროებს ამ სოლომონის ტაძრის, რაც პირდაპირ მიუნიშნებს იმას, რომ ისრაელის ხელისუფლებაში ზიან თავიდან ბოლომდე რელიგიური ფანატები. ეს არის რელიგიური ფანატიზმის ხალხი, რომელი რელიგიური ფანატებიც, რაც არის ნაწინასწარმეტყველები, პირდაპირ მნიშვნელობით ცდილობენ ის გააკეთონ. პირდაპირ მნიშვნელობით უნდათ იმ მეჩეთის დანგრევა და იმ მეჩეთის ადგილზე სოლომონის ტაძრის აშენება. და რასაც არაერთი სატანი ახოს ვიდეოებში მოშიახის მოყვანა ისრაელში აი ამ ოპერაციის ჩატარების შედეგად. მე მინდა შეგახსენოთ, რომ ვინც გუშინ წინ უყურებდა, კითხულობდა ჩემს გვერდს და ტელეგრამის არხს, იქ შავით თეთრზე განმარტებული იყო, რომ 2000-მა ამერიკელმა სამხედრომ საჩივარი დაწერეს, რომ ამერიკის ჯარში ქრისტიანი სიონისტების მიერ იქნა გაღვივებული წმინდა ომის რელიგიური შეხედულებით წმინდა ომის ცნება, რომ ისინი წმინდა ომში იბრძვიან და რომ დონალდ ტრამპმა მეორედ მოსვლის წინა პერიოდში, აპოკალიფსის პერიოდში გააგზავნა წმინდა მისიისთვის ისინი ახლო აღმოსავლეთში. ასე რომ ჩემოკარგებო იმას, რასაც გეუბნებოდნენ, იმის რისიც გეშინოდათ და იმაზე, რასაც ფიქრობდა ყველა მორწმუნე ადამიანი, პრაქტიკულად აი ამ ყველაფრის რეალიზება ხდება. მე არ ვიცი როგორ დამთავრდება ეს ომი და მე არ ვიცი მართლა დაანგრევენ ომარის მეჩეთს და მართლა დაიწყებენ მის ადგილას სოლომონის ტაძრის მშენებლობას თუ რაღაცას, მაგრამ ის რაც არის ნაწინასწარმეტყველები, ეს რელიგიური წინასწარმეტყველების პირდაპირი ნიშნები, ეს არის გამოხატული შეიარაღებული ძალები პირდაპირ გამოხატავს იმას, თუ რას ფიქრობს ხელისუფლება და რა ჩანაფიქრი გააჩნიათ, აგერაა სახეზე და უნდა იყოს ავადმყოფი ადამიანი, თუ რაღაცა წაუკითხე, ამას ვერ ხვდებოდეს. ახლა დანარჩენი თქვენი საქმის თქვენ იცით, ნებისმიერმა იცის ეს ყველაფერი. თავის საქმის. ხო. აი რისი თქვაც მინდოდათ, კიდე ერთხელ გავამახვილებ ყურადღებას აი ამ ამბავზე. აი ეს კლოუნი აყვერდა, აწილდა და აკილდა, რომ
რაცო გახარჯული მოხდა მე ხომ ლანძღავდით რომ მე თურმე რას ვამბობდი საიდან მოვიგონე ომის მეორე დღეს ის ვრცელი პოსტი რომელიც მქონდა დაწერილი ახსნილი დეტალებით თუ რატომ უჭირდა და რატო ექნებოდა პრობლემა ისრაელის და შეერთებული შტატების არმიას ხო თქვენს ამათ გეუბნები ყრუთა ჯოგი რო არის ყრუთა ჯოგი ამათ ხო არ ქონდათ ეს არ უნდათ ამის გაგება და მიღება და დღეს სადა ქვეყანა ლაპარაკობს რომ თუ რა პრობლემის წინაშე დგანან და აგერ რა გამოვიდა კოლონი და განაცხადა რომ ის რაცო გამოიყენეთო აი 4 დღეშიო ისრაელში და ახლო აღმოსავლეთშიო ესო იმაზე მეტი არისო რაცო აგერო 2004 წელიწადიაო რაც გამოიყენეთო უკრაინაში ამიტომ არის ზოგიერთი ყრუსთვის გასაგება თუ რას ნიშნავს პოლიტიკაში რეალური მოკავშირე და რას ნიშნავს სახორცე მასალა რომელიც უნდა გაიგდონ წიხვეშ და აჯიჯგნიონ წააქეძონ მურია და შეაჭამონ გელს აი აგერ არის ეს ყველაფერი და მიუხედავად იმისა რომ ძალიან ბევრს შეიძლება ეს ყველა სიმართლე არ მოწონს ეს არის ფაქტი ეს არის ფაქტი რომ ამდენი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა რო ყოფილიყო მიწოდებული უკრაინაში ალბათ იქ მართლა რაღაცები შეიცვლებოდა მაგრამ აი ეს არის რაც არის ასე რომ ახლა შემიძლია თქვენს იმიტომ რომ ძირითადი რისი თქმაც მინდოდა გითხარით მინდა უბრალოდ ერთი რაღაც დავამატო ფრონტის გახსნა ასევე მოხდა ისრაელის მიმართ პირდაპირ მეორე ფრონტის გახსნა რომელი ფრონტის გახსნაც ლიბანში ისრაელის ჯარების შეჭრიდან გამომდინარე ხდება ტყუილად იბრიქებიან ესა ვართ ისა ვართ ასე ვართ ისე ვართ ყველაფერს ჭირდება ცივი მიდგომა და სამხედრო ლოგიკით შეფასება სამხედრო ლოგიკა კიდე ამბობს იმას რომ ისრაელს ძლიერი ქვეითი ჯარი არ გააჩნია ტყუილია ეს ყველაფერი ისრაელის ჯარის ძლიერი მხარე ეს არის საავიაციო დარტყმები ზუსტი საავიაციო დარტყმები და ამის მიმართულება მათ შეუძლიათ მხოლოდ და მხოლოდ საავიაციო დარტყმებით გენოციდები მოაწყონ ჩაკეტილ ქალაქებში ის რასაც ქვია ქვეითად და მიწაზე და პირისპირ მტერთან ბრძოლა ეს არის მათთვის ყველაზე სუსტი წერტილი და ეს არის მათთვის ყველაზე რთული რამე რაც შეიძლება ვის გახსოვთ ისტორიულად მებრძოლი ებრაელი მოდი აქედან დავიწყოთ ყველაფერს ისტორიაში უნდა მოუბრუნდეთ აგერ ახლა შეყვეს ცხვირი და მე მაქვს უკვე ინფორმაცია იმის შესახებ ახლა ხო ისაც უნდა დაიჯეროს ისაც უნდა არა მაგათი ნაქები და ქებული მერკავა ტანკები რომლებითაც ძალიან იწონებდნენ თავს 5 ცალი უკვე დაწვეს ჰესბოლას ჯარისკაცებმა რა თქმა უნდა ახლა დაწვავენ როდესაც თვითონ ისრაელის არმიაში აი ესეთი სულისკვეთების მებრძოლები ყავთ და ეს მინიმუმ ახლა არ დამიწყოს ეს რა ქვია ხელოვნური ინტელექტი და ასე შემდეგ შეიძლება თავადაც მოიძებნოთ ეგ ინფორმაცია რა თქმა უნდა ახლა ესეთი დონის ქვეითი მებრძოლები როდესაც ეყოლებათ რომელიც ისრაელის დროშას და LGBT პროპაგანდით მიდიან ომში არ გაგიკვირდეთ იქ რომ ჰესბოლას მებრძოლებთან პირისპირ ძალიან რთულად მოუწევთ ყველაფერი რაც შეეხება ბაქო ჯეიხანის ამბავს რაც შეეხება ბაქო ჯეიხანის ამბავს დავასრულებ ამას ბაქო ჯეიხანი არ ვიცი როგორც მე გავიგე არ ვიცი რამდენად მართალია ეგ ყველაფერი შეიძლება ასეც არ არის მაგრამ ყოველ შემთხვევაში მნიშვნელოვანი როა რა თუნდა ლაპარაკი ბაქო ჯეიხანი ახორციელებს ისრაელის საწვავის მოთხოვნილებების 30%-ის დაკმაყოფილებას. ამიტომ არის მათთვის აზერბაიჯანი სტრატეგიული პარტნიორი და რატო ამიტომ არის მაგათთვის ეს ჯერ საქართველოს რომ მაგათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მაგრამ ებრაელმა სადიცის ან მადლიერება, ან გვერდში დგომა, ან მსგავსი რაღაცეები, კაცო. ამიტომ არის საქართველოს მაგათთვის ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ საქართველოს გადის ეს არტერია.
თეორიულად რომ ვიმსჯელოთ, ნამდვილად ისრაელის ინდუსტრიისთვის და როგორც ისრაელის სახელმწიფოებრიობის არსებობისთვის ბაქო ჯეიხანს აქ სასიცოცხლო მნიშვნელობა. ყველაზე მეტი სუსტი მონაკვეთი ბაქო ჯეიხანის არის საქართველოს მიმართულება და ირანისთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს დაბომბოს საქართველოს მონაკვეთის აი ეს მილი. არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. რითაც სერიოზულ დარტყმას მიაყენებს ისრაელს, მაგრამ ირანელები ჯერჯერობით ამ ხასიათის ომზე არ არიან გადასულები. რომ პირდაპირ ეკონომიკურ ობიექტებზე მიიტანონ იერიშები. მათი მთავარი სამიზნე არის სამხედრო ბაზები, სამხედრო ინფრასტრუქტურა და ისინი პირდაპირ ამბობენ, რომ რეგიონიდან შეერთებული შტატების აბსოლუტურად ყველა სამხედრო ბაზა უნდა გავიდეს. აბსოლუტურად ყველა სამხედრო ბაზა უნდა გავიდეს, იმიტომ რომ ეს ბაზები არ წარმოადგენენ არანაირ სტაბილიზაციის და არანაირი სიკეთის გამკეთებელ ობიექტებს, მათ შორის ხაზგასმით არის სათქმელი, მათ შორის იმ ქვეყნებისთვის, რომელ ქვეყნებშიც არის განთავსებული. და რატომ? ის რომ ეს ბაზები იმ ქვეყნების დაცვას ვერ ახდენენ, ხელის გულზე ჩანს. ის რომ ამერიკელებს არა მარტო ამ ქვეყნების, არამედ ამ ბაზის დაცვა არ შეუძლიათ, ისიც ხელის გულზე ჩანს და კიდევ ერთხელ გეუბნებთ, რასაც მე ვლაპარაკობ, ყველაფერი ქვეყნდება აგერ ჩემი ტელეგრამის არხზე. ეს ბაზები არის მხოლოდ და მხოლოდ ირანზე იერიშის მისატანად და ეს ბაზები გახდა კატასტროფული პრობლემა ამ ქვეყნებისთვის, რომელი ქვეყნებიც არიან უმდიდრესი ქვეყნები და რომლებმაც მილიარდები იშოვეს ბოლო პერიოდში და ამ მილიარდების შოვნის სანაცვლოდ ამერიკელებმა იქ ვითომ მაგათი უსაფრთხოების გამო შეთხარეს ეს ბაზები. დღესდღეობით კიდე, როდესაც საქმე უკვე ომამდე მივიდა და ბაზები ამ ქვეყნების უსაფრთხოებას კი არ ახდენენ, პირიქით ამ ქვეყნების განადგურების ერთ-ერთი მთავარი საფუძველი შეიძლება გახდეს, ასეთ შემთხვევაში უკვე თვითონ არაბები ლაპარაკობენ იმას, არაბი შეიხები, რომლებმაც უკვე დაიწყეს ლაპარაკი, არა თუ ისინი ჩაერთვენ, ვერ ჩაერთმევ, კიდე ერთხელ გეუბნებით, ვერანაირად ვერც ერთი არაბული ქვეყანა ვერ ჩაერთვება ომში, მაქსიმუმ ამათმა დაიცვან თავი და აგიხსნით რატო ვერ ჩაერთვება. იმიტომ ესენი არის ისეთივე ხელოვნურად შექმნილი ქვეყნები და ხელოვნურად არსებული ქვეყნები, როგორი ხელოვნურად არსებული კუნძულებიც და როგორიც ხელოვნურად არსებული იქ ეკონომიკა და როგორც ხელოვნურად შექმნილი ოაზისი არის დუბაი, თუნდაც გაერთიანებულ ემირატებში. ამ 7 დღიანმა ომის კრიზისმა ძალიან კარგად აჩვენა, რომ ეს მდიდარი ქვეყნები შეიძლება იქნენ განადგურებული 10 დღის ერთი კვირის მანძილზე. რატო? ძალიან მარტივი არის ამ ყველაფრის და აქ მარტო სამხედრო თვალსაზრისით არა ამ ყველაფრის. თუმცა ესეც უსაფრთხოების საკითხს ეხება. აი ელემენტარულად გეტყვით. აი ძალიან ელემენტარულ ენაზე გეტყვით. ირანმა სულ რო არაფერი რო არ გააკეთოს და მხოლოდ 40 სრუტე დაკეტოს და არაფერზე იერიში არ მიიტანოს. ამ ქვეყნების მოსახლეობა და ამ ქვეყნებში არსებული ინფრასტრუქტურაზე ზედმეტია ლაპარაკი. შიმშილით ამოწყდება. იმიტომ რომ შუა უდაბნოში 100%-იან უდაბნოში, რომელ უდაბნოშიც ამდენი ადამიანი ცხოვრობს, 85% საკვების ეს არის იმპორტირებული. არ არის ეს დალოცვილი საქართველო. სადაც მთაც არის, ზღვაც არის, უდაბნოც არის, დაბლობიც არის, 14 სარტყელი არსებობს. არსებობს ტროპიკული, ალპური, სუბალპური და ასე შემდეგ, სუბტროპიკული და ასე შემდეგ. არ არის ეს. მე ნამყოფი ვარ ამ ქვეყნებში. მე ვიცი რა ხდება იქ.
მე ვიცი ნამდვილად რა ხდება იქ და ძალიან მარტივ შენ ქვეყანას რითი წააქცევ და დააჩოქებ მნიშვნელობა არა აქვს იმას ეკონომიკურ დარტყმას მიაყენებ თუ ენერგეტიკულ დარტყმას მიაყენებ თუ საარსებო საჭმელ სასმელს გაუნადგურებ რითად ვერ იცხოვრებს ადამიანი ამას მნიშვნელობა არა აქვს შენ თავარია ომი მოიგო ხო და გაანადგურო მოწინააღმდეგე აი ირანი რო იყოს მაგ მდგომარეობაში აქამდე პირველ რიგში აი ზუსტად მომარაგების საარსებო ცენტრებს დაარტყამდნენ. ამაში ძალიან დიდი სხვაობაა ხალხი რომელიც ლაპარაკობს საერთოდ ომზე, პრობლემებზე, კონფლიქტებზე, ახლო აღმოსავლეთზე, არაფერი არ გაუგიათ, არაფერი არ უნახიათ. ხო და აი აქედან გამომდინარე, აი ესა ხელოვნური სახელმწიფოები, რომელიც აი ჩვენ თვალწინ ინგრევა. ჩვენ უბრალოდ რო დუბაიში და აბუ-დაბში სიტყვაზე გენერატორები გაითიშონ, რომელიც ამ გაგანია სიცხეში გაგრილების უზრუნველყოფას ახდენს. იქ ადამიანი ვერ გაძლებს, ვერ იცხოვრებს და მზე თვითონ დაადნობს იქაობას. გაგრილების სისტემა რო არ იყოს. ავარდა ძმაო, ავარდა და პროგნოზირებადია, რომ $150 ავა უახლოეს მომავალში. ჯული თქვენ ახართ კი მეძიავა საერთოდ აი ამ რეალობის წინაშე ვართ ძალიანაც უნდოდათ არაბებს აი ძალიანაც უნდოდათ არაბებს ის რომ ქონოდათ სამამულო წარმოება ძალიან უნდოდათ არაბებს რომ ქონოდათ თავიანთი საჭმელ სასმელის წარმოება შესაძლებელი გამხდარიყო იგივე საუდის არაბეთში ვიცი მე ეს ვიცი იქიდან გამომდინარე რომ ჩემი მეგობრის მეუღლე უდიდესი გერმანელი მეცნიერი არაერთხელ ყავდათ მიწვეული ხელოვნური მდინარეების გაშენების პროცესი რომელიც იყო დაგეგმილი რომ სარწყავი არხები რაღაცნაირად ზღვის წყალი გადაქცეული იყო მტკნარწყნალად და მომხდარიყო მასი ხელოვნური მდინარეების შექმნა შემდეგ სარწყავი არხების გაკეთება და ისე მოეპოვებიათ მაგრამ ერთი ესა ძალიან ხარჯიანი და ხარჯს დამატებული პლუს რამდენი ხანი ჭირდება ამას და რა დროში იქნება და როგორი იქნება ცალკე საკითხავი. ამიტომ ჩვენ როდესაც გვაქვს ესეთი ედემის ქვეყანა გვაქვს მართლა და არ ულით და საწოდაობაა რომ არ იხსნება და არ ითესება ეს ჩვენთან კი არ დარბოდნენ მარტო არაბები მიწისაყიდლად. სხვადასხვა ქვეყნებში დარბოდნენ რომ რამენაირად მიწა იყიდათ რომ იქ მოეწია თვითონ არაბებს პროდუქცია და გაეგზავნათ არაბეთში კვებისთვის. ჩვენ რომ ნორმალური მთავრობა ყოლოდა და ჩვენ რომ ნორმალურად მოაზროვნე მთავრობა ყოლოდა მთელი ამ ხნის მანძილზე რეალური არაბულ ქართული ინვესტიციებით რას გააკეთებდა იცით? საქართველოს ამ დაუხნავ დაუთესავ მიწებს გარანტირებულად მიაბამდა არაბულ მოთხოვნას და ეტყოდა რომ აგერ შემოკარგებო ქართველი გლეხი ქართული მიწა ჩადევით ინვესტიცია მოიწევს ქართველი გლეხი და ამ პროდუქციას თქვენ წაიღებთ და სხვას არ მივყიდით და არაბეთის მოსახლეობა იქნება თუ კუვეიტის თუ კატარის თუ ასე შემდეგ თქვენ იქნებით უზრუნველყოფილი საკვებით საქართველოსდან და ქართველი გლეხიც ამოისუნთქავს და თქვენც იქნება არა ეს არა მიყიდეთ არაბს და არაბი მიხედავს აი ამას დაარქვეს ინვესტიციები საქართველოში. მიყიდეთ მიწა არაბს, ჩამოეთესლება იქ არაბები. წამოვლი ძალიან მალე წამოვლიან. ძალიან მალე წამოვლიან საქართველოში ძალიან ნახავთ რა აი ესეთების ხელში ჩვენი ქვეყანა იქნება აგერ ნახავთ რა ძალიან მალე. ეხლა რაც შეეხება საქართველოს სიტუაციას. საქართველოს სიტუაციაში მე კიდევ ერთხელ მინდა განსაკუთრებით აი ამ არ მინდა ბილწის სიტყვაობა, არ მინდა ცუდის თქმა, მაგრამ არ გამომდის. არ ქვია ამ ხალხს ვერც დებილს უწოდებ, ვერც შტერს უწოდებ, ვერც იმას აი ქუჩის ცხოვრებას ვიცი და ძალიან ქუჩა რო შეაფასებს, ისე ის ვერ შეაფასებს. ისე სამეცნიერო კონგრესი ვერ შეაფასებს. ამას ქვია გამოყლეება სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ბიჭო, ქართველი ადამიანი ახლა რომ იწყებს მე ლაპარაკს პატრიოტიზმზე, რომ ირანი თურმე სხვისი ხელით ისჯება 400 წლის წინ მომხდარ ამბებთან დაკავშირებით და აღა მაჰმად ხანის ლაშქრობასთან დაკავშირებით,
ჯერ მინიმუმი ამ ადამიანის პატრიოტიზმის არ მესმის სხვისი ხელით დასჯილი მტერი შენთვის რა სიკეთე არის ეს ვერ გამიგია, მაგრამ აი ესეთი დაბალი დონის დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით და ეს ხალხი მე არ მინახია არასდროს როდესმე გამოსულიყო საქართველოში ირანული მიგრაციის წინააღმდეგ, არაბული მიგრაციის წინააღმდეგ, არაბებზე მიწის მიყიდვისთვის, ირანელებზე მიწის მიყიდვისთვის, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ ეს არის ყველანაირად მენტალურად კასტრირებული ადამიანები, რომლებსაც ისრაელის დაზვერვამ შემოუგდო ფსევდოპატრიოტული განწყობები, რომ ამ ფსევდოპატრიოტული განწყობებით იცხოვრონ. მაგრამ რაც შეეხება შურისძიებას, აი ვისაც აინტერესებს რეალურად და გითხრათ შურისძიებას, რომელი შურისძიებაც განხორციელდა იმის გამო, როდესაც თბილისი იქნა აღებული. ეს იყო რუსეთ-ირანის ომი, როდესაც 1800 ზუსტად არ მახსოვს და აი არ მინდა ეს თარიღი არ მინდა რომ შემეშალოს რა, თორე ხო ვიცი ამათი ის, როდესაც საქართველოს შეიერთა რუსეთმა 1801 წელს, მაშინ გამოაცხადა თბილისის აღების გამო ირანზე შურისძიება რუსულმა არმიამ. და მაშინ სხვათა შორის ქართველი გენერლები, მოიც ერთი წელი და ეხლა ვიგეთქვით რა. რომელი წელი იყო? შეიკრიბა სხვათა შორის ქართველი მეომრობაც, რომლებმაც ხო, აი ეს არის 1828 წლები. პარალელურად ოსმალეთთანაც მიდიოდა რუსულ-თურქული ომი 1828 წელს, ის პერიოდი არის, როდესაც თბილისის ტრაგედია არც ისე დიდი ხნის მომხდარი არის და ერმალოვი, პასკევიჩი და ესენი იყვნენ მეთაურები და მთელი ქართული მხედრობა იქნა დარაზმული ირანში საუმრად და მაშინ ქართველი გენერლების მონაწილეობით და არა ეს 28 წელი იყო, როდესაც ქართველი გენერლების მონაწილეობით იქნა აღებული თავრისი. იქნა თავრისი აღებული და მაშინ გამოაცხადეს და მაშინ თქვეს, რომ ირანში რუსული არმიის წარმატება ქართველ შენაერთებთან ერთად ეს იყო ზუსტად შურისძიება თბილისის გამო. მიბრძანდით ბატონო, აგერ ეკლესიაში რა ქვია იმას სანამდე აი ეს რა ზალბრუკენის იმას რო ეძახიან, ვორონცოვის მოედნიდან მარჯვნივ გადაუხვევ ეკლესია რო არის, არ მახსოვს ახლა ვისი სახელობის არის და ზუსტად იმ ტაძარში არის დასვენებული ის გენერლები, ქართველი გენერლების მინაშვილები არიან, მე მგონი გვარად, რომლებიც ამ ომიდან ჩამოასვენეს. ხო, ანუ ესეთი რაღაცეები ყოველთვის არის უცხო ქვეყანამ ყოველთვის გამოიყენოს თავისი ინტერესებისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ქვეყანა იქნას ჩართული ამ ომში. ეს იყო ბოლო რუსულ სპარსული ომი, პრაქტიკულად ამის მერე ირანს საერთოდ არ უომია. ამიტომ რა არის იცით, მაშინ კი ბატონო წმინდა ნიკოლოზის ტაძარი არის, როგორც მახსოვს და
აი მაშინ მოხდა პირდაპირ მნიშვნელობით ქართველი მეომრების, ქართველი გენერალიტეტის ჩართვა ამ ომში, რომ მომხდარიყო ამ ომის წარმოება ირანის ტერიტორიაზე და სხვათა შორის აი აღებული იქნა თავრისი. ხო და აი იგივეს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები იგივეს ტენიან დღეს, რომ ქართველებმა მხარი უნდა დაუჭიროთ ჩვენ ემას რა ქვია არ ვიცი მე ეპშტეინის ამერიკას და სატანიაღუს ისრაელს რომ წმინდა ომი იქნას ირანის ტერიტორიაზე განხორციელებული. რაღაცა ესეთი დებილიზმები უბრალოდ ხო აი სირცხვილი არის რომ აი ელემენტარული განათლების მინიმალური დონეც არაა ქართულ საზოგადოებაში. ან სხვისი ხელით შენი ქვეყნის შურისძიება როგორ უნდა განხორციელდეს. დაბალი დონე საერთოდ ორღო. და სხვათა შორის ეს ახლა დაბალ დონეზე იყოს ლაპარაკი, მაგრამ პოლიტიკოსებზე მინდა მეუბრუნდე, აი პოლიტიკოსებს მინდა მეუბრუნდე და გუშინ გამოსულა ეს ირმა ინაშვილი, ეს დასირებული ქალი, სრულიად სიტყვის მნიშვნელობით, ნორმალურს ვერაფერს ვერ ვიტყვი. ნორმალურს ვერაფერს ვერ ვიტყვი, მისი საქციელიდან, მისი ბლუკუნიდან გამომდინარე, არ ვიცი, სადა ყავს ერთი თარხანა, არ წამოგარტყა თავში ხელი, თარხანა ჯერ ერთი იმის რა ქვია მუჰამედის ბიძაშვილია და მუჰამედის ბიძაშვილის წინააღმდეგ ომში როგორ ღებულობ მონაწილეობას, მაგრამ გამოვიდა ეს გამოსირებული ქალი, მის გამოსირებული ჩაჩიბაიასთან ერთად ტელევიზიაში და გამოაცხადა ესეთი რაღაცა, რომ ეს არისო, ეს ირანისო მხარდაჭერავ, ესო კოცები, ყველაფერი საქართველოში ყველაფერი ნაციზმის და კოცებზე დადის. ესო კოცური ნარატივი არისო, კაცო. ესო როგორ შეიძლება ჯერთი ვინ გეუბნებათ, ბიჭო, რომ ვინმეს მხარი დაუჭირეთ. ჯერ სადა გაქვთ, რისი ტრაკი გაქვთ, ან ერთ მხარეს დაუჭიროთ, ან მეორე მხარეს დაუჭიროთ მხარი. დიდი ჩვენი წინაპრების სისხლით მორწყული ტერიტორია გადასცეთ ვინმეს მესამე ქვეყანაზე სამოქმედოდ. სხვაში რაში აქვს საქართველოს ვინმეზე რამის ტრაკი მხარდაჭერის მისი პრობლემები ვერ მოუგვარებია 30 კილომეტრში რუსული ტანკი უდგას. ეს ერთი. ხო და მერე და მეორე თუ ძმა ხარ. შენ ხალხო ხარ ბოდიშ და ხარ გამოყალევდი მართლად. აი მაგრამ გადაეცით ერთი თუ გინდათ ამოუჭერით ეს ვიდეო და მიეცით ამ უნამუსო დედაკაცს მართლა და იმ ჩათლახ იმ არაკაც იმას რა ქვია ჩაჩიბა თქვენ ბიჭო ხარ გამოსირდით მართლა რას ლაპარაკობთ რეებს ლაპარაკობთ და რეებს ბოდიალობთ და ამას პოლიტიკოსობას ეძახით და ჩვენო უნდა დაუდგეთო ცივილიზირებული ქვეყნის ვინაა შენ დედაშევეცი ინაშვილო ვინა ცივილიზირებული ნეთანიახუ არის ცივილიზირებული კაცი რომელიც ოფიციალურად ევროპამას იმხელა მოისაქმა ბრიუსელიც კი აკოთა მისმა სუნმა და ვერანაირად ვერ შეიკავეს თავი და სამხედრო დამნაშავედ რა ვიცი თუ ჯერ კიდე დასავლეთს რაიმე ცივილიზირებული შეიძლება დაერქვას იმანაც კი შერაცხა სამხედრო დამნაშავედ 18000 ბავშვის მკვლელობის გამო და 64,000 უდანაშაულო ადამიანის მკვლელობის გამო. ეს არის ცივილიზირებული ქვეყანა, შედედამოწყნულო. თუ ეპშტეინის ამერიკა არის ცივილიზირებული ქვეყანა, სადაც კანიბალიზმი იყო, სისხლისწმა იყო, სადაც ტრამპი თურმე იმითაღავ დავერბოვკებული, რომ საკუთარ ქალიშვილთან ჰქონდა სექსუალური კავშირი და 1000 უბედურება რო ხდებოდა. ესაა ცივილიზირებული ქვეყანა? თუ ის არის ცივილიზირებული ქვეყანა, რომ შეერთებული შტატები და ისრაელი თავს ესხმის უდანაშაულო ბავშვების სკოლას და 160 ბავშვი არის მკვდარი გოგო ეს არის ამას ეძახით თქვენ ცივილიზირებას არაფერს არ ვობობ სხვა დანაშაულებებზე სხვა სამხედრო დანაშაულებებზე ჰოსპიტალების დაბომბაზე ვის დაუშავა ვის რა დაუშავა თეირანის სტადიონი იქნებოდა თუ ისპაჰანის სტადიონი იქნებოდა ქვაქვაზე რო არ დატოვეს იქ რა მართლა კახპებად გადაიქეცით ბიჭო რა უსინდისოთ იქცევით მართლა ბიჭო
არ ვიცი ქალბატონო რა დაწერეთ მე თქვენ გაიმეორეთ თუ შეიძლება და ვნახავ ახლა გათიშული მქონდა და ვერ კითხულობდი მაგ ყველაფერს რას ბოდი რას ეძახით თქვენ ესაა სივილის და ესაა დავანებოთ ყველანაირ მორალს დავანებოთ თავი იმიტომ რომ ნათქვამია რომ ფურცელი არ წითლდება ცერონის ნათქვამია ეს ჯერ კიდე როდის რომ ფურცელი არ წითლდება რაც გინდა ის დაწერეზეთ აი იმ ფურცელზე რასაც დაწერ რასაც ქვია საერთაშორისო კანონმდებლობა, რასაც ქვია გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, რასაც ქვია საერთაშორისო სამართალი, საერთაშორისო სამართლის მიხედვით ვინ მისცა გაეროს სანქციის გარეშე ინტერვენციის განხორციელების უფლება შეერთებულ შტატებს, ვინ მისცა ინტერვენციის განხორციელების უფლება ისრაელს, ან ნებისმიერ, ესე გამოდის რომ მაშინ თქვენი ამ ბლუკუნით გამოდის რომ რუსეთის მართალი ყოფილა, კაცო რუსეთის მართალი ყოფილა საერთაშორისო სამართალთან მიმართებაში, რომ ფეხებზე მკიდია მე საერთაშორისო სამართალი და მე აფხაზეთს დავიკავებ, სამაჩაბლოს დავიკავებ, დავბომბავ, გავასწორებ, მიწას, თუ აი ჩემი ინტერესი ძლიერია და აკეთებს. ამ ხალხს მე პოლიტიკოსები ქვია და ამათან ეროვნული რა ქვია აზროვნება ქვია, შესირქალა შემართლა სირქალა ქალი მაინც არ იყო დედა მაინც არ იყო დედა მოწყნოლოში ყველაფერში პირველ რიგში ჯერ ადამიანი ხარ და მერე ხარ ხო ნებისმიერი რამე რომელ ცივილიზაციაზე ლაპარაკობ ყლეკალა მართლაში გამოვლიან მერე და მეტყვიან ამას ნუ ამბობ იმას ნუ აბა რა აუთხრა მე ასეთ ცხოველს ამას ვინმე ქართველი ბავშვები 160 ბავშვი რო დახოცოს სკოლაში იმას რას დაარქმევ ცივილიზებულ აქციას დაარქმევ რას გიხდით ეს ისრაელის საელჩო თქვენ დედაშევეცი ამდენს რას შესირქალა შენ მართლა თავმოყარეობა ზნეობა მორალი ანქალობასა და გაგ ანდედობასა და გაგ ან საერთოდ ადამიანობა გაგაჩნია ტრაქში შეუძვრე რამენაირად რა ნუ გაგიჭირდათ ბოლო დროს ყველამ გადაგაგდოთ აღარავინ გიხდა აღარ გიხდის თურმე ისა რა ქვია ფულს ივანიშვილი და ახლა იქნება ისრაელის საელჩოდან მიიღო ფული ჯერ აჯიშის სახარ მაგით ცალკე გასარკვევია გოლდა მეიერი ვარ არა გამორწყვილე ზურია იყოს ქართველი ქალის და ქართველი დედის აზროვნება ამას არ გააჩნია რა უნდა გაგიკვირდეს ახლა სხვების და ეროვნული პოლიტიკოსი ეროვნულად მოაზროვნე სირქალა ეს ჩამოყალიბებული თვიში ამსმელი მართლა და თავის დროზე მართლა რომ ვიღაცას ეგონა რომ ეს ამ პატიმრების გულისთვის წუხდა ან ვინმეს გულისთვის წუხდა ხო აი ასე არის ჩემოგარგებო ვინც ჯაბას დასდევდა ვინც მხედრიონელი იყო ვინც პუჩისტი იყო ვინც ნაბოძვარი იყო ხო არავინ არ შეცვლილა ყველა იგივე არის დაჭირდება იგივეს გააკეთებენ არაფერი ძმა უმეტი ახლა დანარჩენზე საღამოთი თუ მომიხერხდა საღამოთი მინდა საუბარი უშუალოდ დეტალურ საკითხებზე და მე დავიდოთ უამრავი თემა არის ალაპარაკო ამ ყველაფერთან დაკავშირებით მაგრამ ტრანსლაციისთვის დავიდოთ დავიღალე მეც ადამიანურად აი ხანი არის უკვე რომ ვსაუბრობ ხო და ამის თქვა მინდოდა რა ინფორმაციის მოტანა მინდოდა ძალიან ცუდად აქვს საქმე და აი ეს ცუდად ყოფნა ხან ღმერთს მიმართავენ და ხან 1000 ბინძურეს მიმართავენ და ახლა ინაშვილის ნაირებს გადაუხადე ფული და თლად გადაწოვენ ნახევარ საქართველოს. იმაზე მე არ ამაქვს საერთოდ ლაპარაკი. ქუჩაში რო დგანან ტრაგიდან განათლებულებზე იმაზე ზედმეტია ლაპარაკი. ეგარი, რა ვიცი თუ ვინმეს რაიმე კითხვა გაგაჩნიათ, დავმისვით და დაგემშვიდობებით დარჩენის აღამოს გავუძლებთ. ხო, არ ვიცი, აი ეს ტრაკფხანას ანახოს ერთი ეს და მისმა აგენტურამ ახლა აქ რო იქნება სადღაც ჩაბუდებული, აი აჩვენონ ერთი რა მიზნითაც იბრძვიან, თუ ეს არის ცივილიზირებული ომი, რა მიზნითაც იბრძვიან აგერ ესენი რა ქვია.
ებრაელი სამხედროები ღაზაში. სოლომონის ტაძრის აშენება. ამაზე დიდი რელიგიური ფანატიზმი, ამაზე დიდი რელიგიური ექსტრემიზმი, ამაზე დიდი რამე რელიგიური ბოროტება შეიძლება ვინმე ჩაიდინოს? ხო და ჩემო ძმაო, უბრალოებს რო ეცინებათ ამ ყველაფერზე და უბრალოებს რო ფეხებზე კიდიათ ეგ ყველაფერი, ხო? არ ვიცი ჯიგარო, ზუსტად რომელ საათზე მექნება და ამიტომ წინასწარ ვერ ვამბობ რა, ამიტომ Facebook-ზე დავწერ ცოტა ხნით ადრე, როდის მექნება, იმიტომ რომ მანამდე TikTok-ზე შეიძლება გქონდეს საუბრები, დღეს თუ შედგა იქ საუბარი და ამის მერე თუ მოვახერხებ, აუცილებლად წინასწარ გავიგებიათ. ერმილე მოგკლავენო. აი ბედეს. ადრე თუ გვიან სიკვდილი ყველასთან მოდის და მე მაგენის რომ შემშინებოდა და მშინებოდა ამდენი ხანი იქნებოდი ჩუმად და წყნარი. ესპანეთს რა ვიცი, ვერაფერს ვერ უზავენ, დიდი რაღაცა ვაჭრობა შეუზღუდონ და ეგა. გაზი არა, საქართველოს მაგმხრივ, საქართველოს ენერგეტიკული პრობლემა არა აქვს. საქართველოს აზერბაიჯანიდან აწყებულობს გაზს და იმიდანაც რა ქვია რუსეთიდან აწყებულობს გაზს და სხვათა შორის 2006 წელს, როდესაც ბლოკადა იყო, მაშინ ირანიდანაც იქნა მოწოდებული გაზი. ხო, ლილე, ხო. ნახოთ ერთი. მოსწრებაზეა მაგი. აგისვით კითხვა, ვისაც არ შეგვიძლია ისრაელიდან დაბრუნება, ეხლა რა უნდა გავაკეთოთ თქვენმა იმიგრანტებმა, უნდა თათხოთ ერთმანეთი? მე ახ თქვენ რატო გთათხავთ? ანუ ისრაელიდან თუ არ ბრუნდები, რას ნიშნავს? ამიტომ ისრაელის ჯარში უნდა ჩაეწეროთ ლამის სამსახუროდ? იღავი თქვენთვის ვინ გეკითხებათ პოლიტიკას და რისთვის იქნებით ახლა მაგ თქვენ მიწვეული სპეციალისტი არ იქნებით, რაღაც პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით იქნებით, რაღაცა საშინაო საქმეებით დაკავებული, ხო? რაღაცა ან ვიღაცის მოვლით იქნებით დაკავებული, ან რაღაცის დალაგებით, დასუფთავებით იქნებით დაკავებული, ხო სხვაზე რაზე მიგეწევდნენ იქ. ხო და ვინ გეკითხებათ ახლა თქვენ პოლიტიკის გარკვევას, ან თქვენი თანამდებობა, მოდი ასე რომ ვთქვათ, რბილად რა რითაც ხართ დაკავებული, რატო მოითხოვს პოლიტიკურ დებატებში ჩართვას და რატო მოითხოვს დამლაგებლის, მომლელის ან სხვა ადამიანის მიერ პოლიტიკური იმის დაფიქსირებას. მაგეთ თქვენი საქმე. დასალაგებელი დაალაგეთ, მოსავლეს მოუარეთ და გაგრძელეთ ცხოვრება. სავალდებულო არის შემოხვიდეთ Facebook-ზე და ვიღაცები ან ლანძღოთ ან თქვენი აზრი აფი, ვინ რას გეკითხებათ საერთოდ. ან ისე ვის ეკითხებიან საქართველოში, რამე თქვენ მის რას გეკითხებათ. გაგაკეთეთ თქვენი საქმე. და მიხედეთ თქვენ ოჯახს და მიხედეთ თქვენ თავს, რატომ უნდა ლანძღოთ სხვა? რა ვიცი, გაძალებთ ვინმე თქვენი აზრი დააფიქსიროთ, რა ვიცი, ისე მანამდეც არ უნდა ჩაერიოთ, საერთოდ ისე პოლიტიკაში მე თუ მკითხავთ. თქვენი აზრის დაფიქსირებას არავინ არ გიზღუდავთ, მაგრამ პოლიტიკაში შემოვიდეს ადამიანი, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ ჭორაობა აინტერესებს და მეტი არაფერი, თქვენ რო იყოთ მუშათა მოძრაობის წევრი, რო ქვეყანაში რაღაცა მშრომელთათვის უკეთესობა გინდოდეთ, კიდე მესმის ახლა იქ ყველაფერი, რო რევოლუციური მუშურგლეხური მოძრაობები რო იყო, ისეთში რო იყო შეერთებული და მასეთში არავინ არაა გაერთიანებული, განსაკუთრებით არ ვიცი ეს ევროპის დამლაგებლები და მოხუცების მომლელები, განსაკუთრებით ბრძენი პოლიტიკოსები არიან გამხდარი,
უკაცრავად და მოხუცის ტრაგის დაბანით 50 евро რო იშოვეს და უმტკიცებენ თუ ევროპა რა კარგია და საქართველოს ადგილი რო ევროპაშია და ყველაფერი ევროპული კარგია და ყველაფერი ქართული ცუდია. ესაა ტრაგედია, ესაა ქალბატონო. ეს არის ქალბატონო ტრაგედია. არავინ თქვენ ამბავს არ გეკითხებათ და რომ გამოხვიდეთ და ვინმე ეკამათოთ. მოდურია? მოდაა საჭირო? რა თქვენი საქმეა? კი აქვს სირანს ეს 400, ეს 300-იც აქვს. გადაეცა. კი ბატონო შემოძმაო, ჩვენც არამერი ხერი არ არის მაქიდან. არ შეგიძლიათ. ღმერთმა ხელი მოგიმართოთ, გაგზელეთ თქვენი ცხოვრება, ქალბატონო, ნუ დაბრუნდებით, იყავით იქ, სადაც ბრძანდებით, მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა. ვინ გეუბნებათ თქვენ დაბრუნდითო, კაცო, იყავით, ამ ვინმეს მეუბნე, მე დაბრუნდეს, არ ყველამ თავისი საქმე იცის, მე ვლაპარაკობ. დაბრძანდით, გაგრძელეთ თქვენი საქმიანობა და მიიღეთ საბუთები და მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა, რა შვაშია ეს? არა, სავალდებულო ისრაელში იმყოფება ადამიანი თუ სხვაგან იმყოფება ადამიანი, საერთოდ არა, ხალხი ისრაელში ნამყოფი და ის ებრაელების გულისა კბილებში გადაჭერენ თავს ქართველებს. მე აქ არასწორ მიდგომაზე მაქვს საუბარი და არასწორ აზროვნებაზე მაქვს საუბარი, თუ არა, ვინცად იმყოფება, რა ჩემი საქმეა. ღმერთმა ხელი მოგიმართოთ და სიკეთე მოგცეთ და მშვიდობა მოგცეთ, სადაც არ უნდა იყოს ნებისმიერ ქართველს, მე კარგისმენს არაფერს არ უსურვებ. მაგათ ვერა გაქვთ გაგებული ის, რაც მე ვილაპარაკე. არ ვიცი რა არის ჩემი საქმე ისრაელში რა ჭირდებათ და რა არ ჭირდებათ, მე ჩემი აზრით დავაფიქსირე ამ საკითხთან დაკავშირებით და ყველამ თავისი საქმე აკეთოს და პოლიტიკა რო არაა შენი საქმე, იქ არ უნდა ჩაყოთ ხვირი, ამაზე მაქვს ლაპარაკი. ხო და ჩინება არ ვიცი მე ქალბატონო ვინ გლანძღავთ. მე არავის არ ვლანძღავ იმის გამო რომ ისრაელშია. მე არავის არ ვლანძღავ იმის გამო რომ ევროპაშია და ამერიკაშია და რუსეთშია თუ სადაა და ზოგი ირანშია შეიძლება. არავის არ ვლანძღავ. მე ვლანძღავ იმ ადამიანებს, რომლებიც პოლიტიკურ აზროვნებას გამოავლენენ სრულიად იდიოტურს, გამოავლენენ სრულიად ვამპირიზმის და არაადამიანობის ჩარჩოებშიც რო არ ჯდება. მე ასეთ ადამიანებს ვლანძღავ აი ამ შეხედულებით, თუ რა ვინსა და გეოგრაფიულად რა მნიშვნელობა. ახლა ტვინი იყო, აღმოსავლეთ მცოდნე იყო და კარგად მოაზროვნე იყო. ყველამ თავის საქმეს მიხედოს, კაცო, რუსთაველი ამბობა და მუშა მიწყვი მუშაკობდეს, მეომარი გულოვნობდესო და ომი ჯარისკაცების საქმეა და შრომა მშრომელების საქმეა. პოლიტიკა კიდე ვინც დედამშვილი დაწყევლა, ყველა იქ რო არის გაქცეული, პოლიტიკა კიდე პოლიტიკაში ვინც თავი გადადო და წავიდა აქ მიმართულებით. მე ერთი რაღაცა მინდა გითხრათ, პოლიტიკა არასდროს ადამიანს ბედნიერს არ ხდის. არ ხდის ეს. გეუბნებით ამ აქსიომას. ვინც პოლიტიკურ განცხადებებში ხარ ჩარეული და ვინც პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებ, არასდროს სიკეთე არ მოუტანია ადამიანისთვის პოლიტიკას. პოლიტიკა ადამიანებს აუბედურებს მხოლოდ და მხოლოდ. და უბედურ ადამიანებს უღირთ ეს ყველაფერი, რომ ფული იშოვონ ამ პოლიტიკაში და ნორმალური ადამიანებისთვის პოლიტიკას უბედურების მეტი არ მოაქვს არაფერი. რო არ ხედავდი ჩემი ქვეყნის, ჩემი თვალით განადგურებას და გადაშენებას, ვინც ერთი დღით ილაპარაკოს ამ თემაზე. და ვინც ერთი წამით საერთოდ დაკავდეს ამ თემით, აი მიმიფურთხებია იმის, რომ ხედავ, რომ გადაშენების პირასაა ქვეყანა და მინდა რომ სიტყვით მაინც გავაგებიო ხალხს რა დღეში ვარ და რა უბედურება გველოდებ. ამიტომ ლაპარაკობ ამდენი ხანია და ამიტომ მონაწილეობ ამ ყველაფერში, თუ არა ერთ საქმეს ცხოვრებაში სიამოვნებით ნახავდი მშვენიერი პროფესია, მან გავყვებოდი იმას წერდა რომ მოვიღებდი ხმას და არც ცხოვრებას დავიყენებდი თავდაყირა, ხო? და დაანებეთ თავი ამ პოლიტიკას, ხო? არა, ეს პოლიტიკა თქვენი საქმე. და ის რაც ახლა ხდება, სხვათა შორის, ის რაც ახლა ხდება, არანაირი სიახლე არ არის. არანაირი სიახლე არ არის. აი მე მინდა გაჩვენოთ ძველი სხვათა შორის დამაინტერესა და აი
სავეტსკი პერიოდის ისინი რა ქვია ხედვები როგორი იყო ახლო აღმოსავლეთის პრობლემასთან დაკავშირებით და ისრაელის პრობლემასთან დაკავშირებით. აი როგორი კარიკატურები ხატებოდა და იწერებოდა. აი ეს არის ძველი საბჭოთა პერიოდის კარიკატურა ისრაელის ხელით დანთებული ცეცხლი. ეს მარტო არა, სხვადასხვა საინტერესოა გაჩვენებთ ამას და დაგემშვიდობებით. აგერა მადეინ USA იქეთ ჰიტლერი, აქეთ დახოცილი ხალხი. ნავდებ ამას არის სოციალურ ქსელში, ვისაც დაინტერესებს. ძველი სავეტსკი, აი საბჭოთა აზროვნება. შეერთებული შტატები, სიონიზმი, ისრაელი. არაფერი არ შეცვლილა მის მერე რა. როგორ მართავდა ისრაელი შეერთებულ შტატებს მაშინაც 70-იან 60-იან წლებში. არაფერი არ შეცვლილა დღემდე. უბრალოდ საბჭოთა კავშირი აღარაა იმ წყობით რითაც იყო. და თუ რამე განსხვავებული ითქვა, ნინკა მასონებზე რა აზრის ახლა რა გითხრა ახლა ორ წამში როგორ გითხრა. აზრის დავარმას. მაგარი ხალხია. კარგი, ჩემო, დაგემშვიდობებით და ნახოთ საღამოთი თუ მოგვიხერხდა ხერხით ტრანსლაციის წაყვანას YouTube-ის არხზე. კარგად ზანდებოდეთ. მადლობა ყველას ყურადღებისთვის.